რიგი დაიწყო რატო არ უყურს? ყოველდღიური საპროტესტო მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ სხვა დღეებისგან განსხვავებით 8 სექტემბრის საღამოს მათ ცვლილებას პოლიციის ეკიპაჟები არ მიჰყვებოდა. არც ქვეითად მოსიარულე პოლიციელები ჩანდნენ კალადის შტაბთან. აზმაუს მარშში ამოვედით დაახლოებით 20 წუთის წინ. აი ხა ნახეთ აქ რამდენი პოლიცია დგას. ერთი პოლიციელიც არ იდგა მაგ დროს და უცებ მანქანებიდან გადმოცვიდნენ მაგარი ტიპები დრინებით ხელში. და დაგვერივნენ და ვინც კი ხელში მოხვდათ ყველას ურჩეს როგორც შეეძლოთ მთელი ძალით. ეხაც გრძელდება ეს იქიდან რაღაცეებს ისვრიან ბოთლებს და რაღაც ხის ნივთებს. ამდენი არიან. ხანიშნა მორიგი არალეგიტიმური არჩევნები. დალეცეს მანქანები გაქურდეს, წაიღეს ფული, საფულეები, რაც ნახეს მანქანებში, ყველაფერი წაიღეს. შვიდობიანმა მომიტინგეებმა. უშინ საღამოს კალადის შტაბიდან გამოსულებმა მხოლოდ პუბლიკის ჟურნალისტებს 2 სამუშაო ტელეფონი წაართვეს. ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის წართმეული მობილური ტელეფონი ბათუმელების ჟურნალისტმა დაიბრუნა. ტელეფონი დააბრუნე, მალე. შენი არ არის, ტელეფონი დააბრუნე. ტელეფონი დააბრუნე, მალე. ვისი და ჟურნალისტის მალე. მომეც ტელეფონი. მივდიოდი, უბრალოდ მოვდიოდი, ტელეფონი ხარც ვიღებდი მაგ დროს და მომვარდა ერთი კაცი და წამართვა ტელეფონი, მომიჭირა ხელზე, მეჭიდავებოდა, მეჯაჯღურებოდა და წაიღო ტელეფონი. თითი დაუზიანეს და სხვა მრავალი ხილული დაზიანება მიაყენეს უცხოელ ჟურნალისტსაც. ექიმებმა ლასლო მეზეშს სახეზე ნაკერები დაადეს. They took my phone. I was just recording. This was on me. They took my phone and they started to beat me. I said that I'm journalist and I'm Hungarian citizen. არა, რა თქვა გადმოაგდეს. პატრული ყავს გამოძახებული. ხო, რა წახვიდეთ პოლიციას ველოდებით. ახლა თქვენი ვიდეოც გვაქვს, ფოტოც სახელის გვაქვს. არა, მშვიდობიანი ღამე.